ძველი საიდუმლო. კარგად ხარ? დიდი ხანია დამავიწყდა როგორი ბრძნობაა კარგად ყოფნა ზოհალ. გადაწყვეტე რა უნდა გააკეთო. ფიქრობ, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავ. მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ რასიმი მოვკალე. ჩინარს ვერ გავიმეტებ ზოհალ. დედას ამას ვერ ვეტყვი. როგორ მოვიქცე? ეს პრობლემა ისე როგორ გადავჭრა, რომ ადამიანის მოკლა არ მომიწიოს. თუ გგონია, რომ დედა ასიეს გადარწმუნებას შეძლებ, ძალიან ცდები თურბოთ. აზრს არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლის. მეც მისაყვედურა, ხელი არ შემეშალა შენთვის. აშკარაა, რომ ერთი ვაჟის გამო მეორეს იმედებს. თურგუთ ძვირფასო. 20 წლის წინ მონაწილეობა მივიღე დანაშაულში, რომელიც შენ ჩაიდინე. ამჯერადაც არ ვაპირებ განსაცდელის წინაშე მარტო დაგტოვა. ჩინარის მოკლა თუ მოგიწევს არ ინერვიულო. წადე ჩინარს დაელაპარაკე. საჭიროების შემთხვევაში ფული შესთავაზე, რომ აქედან წავიდეს. თუ არ სიტყვის თავის თავს დააბრალოს. თუ ამას არ გააკეთებ, დედა ასიეს სხვას დაავალებს. ჩინარი ფულს არ აიღებს ზოհალ. არ დანებდება, სანამ შვილებს არ დაიბრუნებს. თუ სიცოცხლე უნდა ცოტა ხნით მაინც წავა. დედა ასია უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩინარი მოვიშორეთ. უნდა წავიდეს, სხვა გზა არ ექნება. შვილებს სხვაგვარად ვერ დაიბრუნებს. შენ კი შეიძლება ამ სიტუაციიდან ისე გამოხვიდე, რომ ხელი სისხლში არ გაიცვარო. რა სიტყვით თურგუთ? მე თანხმები? მადლობა უფალო. შენი წყალობით ყოველ დღე ერთი ნაბიჯით ვუახლოვდებით ჩემს შვილებს. იმედია ძალიან მალე შევძლებთ ერთად ცხოვრებას და ეს 20 წლიანი მარტოობაც დასრულდება. დილამშვიდობისა. წარმატებებს გისურვებთ, ქალბატონო ჩინარ. დილამშვიდობისა დაო, გმადლობა. ოჩახ ჩინარ, ოჩახ. ეს პიკნიკის კი არა, ჰალილ იბრაჰიმის სუფრაა. ბავშვებს თავის საკეიფო მაგიდაზე ეგონებათ. მართმა დაგლოცოს. რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. ვიჩქაროთ დაო, ვიჩქაროთ. ბავშვები მალე მოვლენ. ალო, ბატონო ომერ, სახლში ახლა ხან მოვედი, მაგრამ ჩემ და-ძმას დავპირდი, რომ პიკნიკზე წავყვებოდი. შეგიძლია, როცა მოიცლი ზეინაბთან მოხვიდე. კარგი, გმადლობ. როგორც კი შევძლებ, მეც ვესტუმრები. კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ. კეთილი იყო შენი მოსვლა, ჩემო ძვირფასო, როგორ ხარ? ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან პიკნიკზე მივდივართ. ლახტი და ბურთი ვიყიდე. ხომ მეთამაშები? რა თქმა უნდა, ბურთითაც ვითამაშოთ და დაჭერობანაც. შენ რასაც მოისურვებ, ყველაფერს ვითამაშებთ. ბაშა! ჩეთინი სად არის? ჯერ მზად არ არის? ჩეთინი ადრე გავიდა დაო. კომპანიის მანქანას წამოიყვანს და პარკთან დაგხვდება. კარგი, თუ ასეა წავიდეთ, არ დავაგვიანოთ. გოგოებო, რა ხდება? სად მიდიხართ? ჩვენი ძიძაც გამოჩნდა. გაჩვენდი ესმა გაიგონებს. არაფერი არ ხდება, ბიცოლა. მე ჩეთინი და ესმა სასეირნოდ მივდივართ. კარგი დრო გაატარეთ. გმადლობ, ბიცოლა. წავიდეთ დაო. თითქოს ძალიან მაინტერესებს, სად მიდიხართ. თავარია ჩინარი თავიდან მოვიშოროთ და მერე სადაც გინდათ იქ წადით. ძვირფასო, უკვე გადიხარ? რამე პრობლემა ხომ არ არის? ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც დავგეგმეთ. იმედია გამოვა ზოհალ. ჩინარი ფულს აიღებს და ცოტა ხნით გაუჩინარდება. არ ინერვიულო საყვარელო, ყველაფერი გამოგივა.
უბრალოდ კარგად აუხსენი რა დაემართება თუ აქ დარჩება. როცა დედა ასიეს გეგმის შესახებ შეიტყობს, მიხვდება, რომ რთულ სიტუაციაშია. ვერც მოკნას. თურგუთ ეს რა არის? იარაღი რატომ მიგაქვს? თურგუთ! თურგუთ! შენ გეკითხები, თურგუთ! ეს საქმე დღეს უნდა დაასრულო. არ გაბედო და არ შემარცხვინო. თორემ ჩათვალე, რომ დედა აღარ ყავს. მივდივარ დედა. შენს თხოვნას შევასრულებ. თუნდაც იტიროს და შეწყალება გთხოვოს არ დანებდე. ყალბმა ცრემლებმა არ მოგატყუოს. რადგან შენი ძმა სასიკვდილოდ გაიმეტა. არც შენ არ უნდა შეგეცოდოს. კარგი დედა, კარგი. ვიცი რაც უნდა გავაკეთო. წადი. საქმეს მიხედე. ძმაო, შემოდი. დაო, დეიდა აიშემ ამჯერად რა მოამზადა? ბლინები, გოზლემი თუ ორცხობილები? დიეტას დავარღვა. გაჩვენდი ისედაც ძალიან მშია. რა ვქნათ? პიკნიკზე წასვლამდე ხომ არ ვჭამოთ. კარგი აზრია. დურუს უშლი ასეთ საქციელს, თქვენ რა გჭირთ? ბავშვები ხართ? კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გმადლობ. დეიდა აიშე სად არის? ახლავე გამოვა. ყველაფერს ჩანთაში ალაგებდა. ალბათ უკვე მზადაა. გამარჯობა ბავშვებო. დიდხანს ხომ არ გალოდინეთ? არა, ახლა ხან მოვედით. ჩეთინ, დეიდა აიშეს დაეხმარე. უკაცრავად. ჩვენი წასვლის დროა. აბა, კარგი დრო გაატარეთ. ალო. ბუკეთ. გისმენთ ბატონო თურგუთ. შეგიძლია კომპანიის ბუღალტერთან დამაკავშირო. დიახ ბატონო ახლავე. საქანელა ხომ წამოიღეთ? წამოვიღეთ. წუხელ ჩვენმა ძმამ ყველაფერს დაიზრუნა. სხვაში ძველი საქანელა ვიპოვეთ. დაო. გახსოვს ეს ყოველთვის შხუბობდა პირველი მე უნდა დავждეო. რადგან პირველი ვინც დაჯდებოდა მთელი დღე აღარ დგებოდა ხოლმე. როგორ არ მახსოვს? მეც მინდოდა მთელი დღე საქანელაზე მექანავა, მაგრამ ეს მას სახეს რომ ხედავდი, ვერ ვოძლებდი და ადგილს ვუთმობდი. ჩემო ძერფასო დაიგო. ღმერთმა დაგლოცოს. გმადლობ დაო. ჩემი სიამაყე ხარ. ჩემთვის ყველაფერს გავაკეთებ. სასიამოვნოა თქვენი ერთად ნახვა. როგორ გიყვართ ერთმანეთი. ღმერთმა დაგლოცოთ. და დაგიცვათ ბოროტი თვალისგან. ამინ დეიდა აიშე. დეიდა სიხარულო. გონი ჩინარი სადღაც აქ მუშაობს. რა სილამაზეა. აქაურობა ჩვენი პატარა სამოთხეა. როცა ერთმანეთი გვენატრება და ყოველდღიური ცხოვრებისგან მოწყვეტა გვინდა, ყოველთვის აქ მოვდივართ.
მიყვარს ტყის სუნი. ბურთით ვინმე თამაშება? მოდი ვნახოთ რა შეგიძლია პატარა ქალბატონო. მე შემოგიერთდებით. ახლა ბურთით თამაშის დრო არ არის. მოდი ჯერ სუფრა გავშალოთ. მერე შეგიძლიათ ითამაშოთ. კარგი დაო. კარგი ადგილია. სუფრა აქ გავშალოთ. შენი მადლობელი ვარ დეიდაიშე. რა კარგია რომ პიკნიკზე წამოსვლა მოიფიქრე. შენი წყალობით მე ჩეთინი და ესმა დროს ერთად გავატარებთ. ნამდვილად კარგი აზრი იყო. რაცა ბედნიერს გხედავთ, მეც ბედნიერდები. ძალიან მომშივდა. ჩემო პატარა, მოგშივდა?ახლავე გავშლი სუფრას. წამოდი. ვინმეს ეძებთ? გისმენთ? ქალბატონ ნაიშეს ვეძებ. მგონი აქ მუშაობს. ხომ არ იცით სად არის? დღეს ისვენებს. შემიძლია რამით დაგეხმაროთ? არა, გმადლობთ. მოგვიანებით ისევ მოვალ. წარმატებულ დღეს გისურვებთ. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი შვილები ჩემ გვერდით არიან. მათი ღიმილიანი სახეებით ვტკბები. მთელი სამყარო ჩემი მგონია. ახლა რომც მოუკვდე აღარ ვიტარდებ. იმედია წინ უკეთესი დღეები გველის დედა. წლების მერე ისევ ერთად ვიქნებით. მეც ამის იმედი მაქვს შვილო. მინდა რაც შეიძლება მალე ჩავეხუტოთ ჩემს შვილებს. დავუთხრა რომ მათი დედა ვარ. ცოტა დარჩა დედა. სულ ცოტა. ჩვენს გაოცებას არ წყვეთ დეიდაიშე. ყველაფერი ძალიან გემრიელია. დეიდაიშე, ცხოვრებაში ასეთი გემრიელი არაფერი მიჭამია. ამ საქმის ოსტატი ხარ. ღმერთმა შეგარგოთ. მიირთვით. კიდევ გვაქვს. ბიძია. გლინებს რომ შევჭამდით, ბურთით ხომ უნდა გვეთამაშა? პირობა. როგორ შევთანხმდით? ადექით გოგონებო, დურუს ვაჩვენოთ როგორ უნდა თამაში. ვნახოთ რა შეგიძლია. შენ სადექი დეიდაიშე? არა შვილო. ბურთით თამაში არ ვიცი. ხელს შეგიშლით. თქვენი თამაშეთ. ჩვენ გასწავლით უარს ნუ გვეტყვი. მოდი დეიდაიშე, შენც ითამაშე. ადექი დეიდაიშე. მოდით. დეიდაიშე. ესმა. დავიჭირე. დეიდაიშე მარჯვნივ. დეიდაიშე. დეიდაიშე აქ ვარ აქ. დეიდაიშე აქ ვარ. დეიდაიშე, შენ წინ ვარ. დაგიჭირე. აღარ გაგიშვებ. წინააღმდეგი არ ვარ. ესმა? აქამდეც მინდოდა მეკითხა, მაგრამ ვერ მოახერხე. წოხელს სად იყავი? ჩემს კლიენტთან. ზეინებთან. ოჯახის ზეწოლის გამო გოგონა იძულებით გათხოვდა. ქორწილის ღამეს ქმარმა მასზე იძალა და გოგონას სასიკვდილოდ სცემა. ამიტომ ბატონი ომერის მეგობრის სახლში დავაბინავეთ. სანამ არ დამშვით და მარტო ვერ დავტოვა. იმ გოგოს მშობლები არ ყავს? ყურადღებას არ აქცევენ? არა.
ეშინიათ რომ მეზობლები იჭერავებენ, ამიტომ თავიანთ ქალიშვილს მოსთხოვეს ქმრის სახლში დაბრუნებულიყო. საკუთარ შვილს ასე როგორ იქცევიან? თქვენ რომ არა ისევ მოძალად ქმართან მოუწევდა დაბრუნება. ერთი გადავარჩინეთ, მაგრამ ასეთი ქალი ბევრია ამ ქვეყანაში. ნეტა ყველას დახმარება შეგვეძლოს. საკუთარ შვილს ასე როგორ იმეტებენ? არ მესმის ასეთი სასტიკები როგორ არის? იმის შემდეგ რაც ჩვენ გამოვიარეთ ხალხის სისასტიკე მართლა გაგვირვებს. ხომ არ დაგავიწყდა რომ ბოროტი დედის გამო სამივე ობლად დავრჩით. სამწუხაროდ ასეთი ადამიანების არსებობენ. ადამიანის დადანაშაულება მარტივია შვილო. ზოგჯერ ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩანს. მორჩეთ ამაზე ლაპარაკს. ბედნიერი დღე რატომ უნდა ჩავიშხამოთ? პიკნიკზე 1000-ში ერთხელ დავდივართ. მოდი გავართოთ. ესმა, ყველამ ერთად ფოტო გადავიღოთ. გამომართვი დაო. მომეცი. ნახეთ? ლამაზი გამოვიდა. ესმა შეხედეთ. რას მიწუნებ ძმაო? ძალიან ლამაზი ვარ. ხომასია დეი და აიშა. ყველა ლამაზად გამოიყურებით. ამ ფოტოს რომ დაბეჭდა, მეც ხომ მომცემ. რა თქმა უნდა. მოდი საქანელაზე დავსხდეთ. მაიცადე შვილო. მიდი. გაიქეცი. ერთად დავსხდეთ. დასხედით, მე გაგაქანავებთ. კარგი, მოდი. აი ასე. ალო. ჩინარ. მერაბა. გამარჯობა. ამასანლე გოშ. სასწრაფოდ უნდა შევხვდე. მითხარი სად ხარ და მოგაკითხავ. შეიძლება საღამოს შევხვდეთ. ახლა დაკავებული ვარ. კარგი. სად მოვიდე? კარგი გასაგებია. ნახვამდის. ნეტა რა ხდება? ჩინარ გთხოვ და თანხმდი ჩემს შემოთავაზებას. ფული აიღე და წადი რომ ეს კოშმარი დასრულდეს. ბოლოს და ბოლოს ანგარიში უნდა გავოსწროთ რომ სიმშვიდემ დაისადგუროს. უფრო სწრაფად ჩეთენ. მინდა გირეკა დედა. ბიძა შენმა შვილო. რა ხდება რისთვის დარეკა? არ ვიცი, ჩემთან შეხვედრა სურს. გუშინ ზუჰალმა მითხრა დაგეხმარებაო. იქნებ თურგუც და ელაპარაკა. იმედია ბიძა შენსაც სჯერა რომ უდანაშაულო ვარ. მართლა ქნას ასე იყოს დედა. ბიძა ჩემმა მხარი რომ დაგიჭიროს ბებია ვეღარ შეგეწინა აღდგება. მართალი. საღამოს დავალაპარაკები და გავიგებ რა უნდა. ჩემო ლამაზო ქალიშვილო. არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო. მადლობა იმით გადამიხადე რომ გვერდიდან აღარასდროს მომშორდე. არი ნერვიულო დედა. გონი ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. ყოველდღიურად ცულობ რომ წარსული სიარები მოგიშუშტეთ და მთელი დარჩენილი ცხოვრება ბედნიერად გაატაროთ. რა მოხდა? ჩუმად რატომ ხარ? რაზე ფიქრობ? ფიქრობ სად წავიყვანო ეს ლამაზი გოგო. მნიშვნელობა არ აქვს. ყველგან წამოყვები. გისმენ დედა. თურგუთ? რა ქენი შვილო? რატომ არ დამირეკე? სათქმელი არაფერი მაქვს დედა. ღვთის გულისთვის ამოსუნთქვის საშუალება მომეცი. ეს საქმე ამაღანვე უნდა დაასრულო თურგუთ. შენგან ახალ ამბავს ველოდები.
ცოტაც მოითმინე შვილო. მალე შენი მკვლელი დღის სინათლეს ვეღარ იხილავს. შენი ძმა შორს საკუთარი ხელით იძიებს. ჯანდაბა. ეს რა წყევლა? Koşmari როდის უნდა დამთავრდეს? Bitsin artık bu çile. საკმარისია. Ne olur bitsin. ეს ტანჯვა უნდა დასრულდეს. Bitsin. ოღონდ დასრულდეს. სერ, დეიდა ისე რას აკეთებს, როცა ჩვენ აქვს ხედვართ დავისვენებთ? ვუთხარი შემოგვიერთდი მეთქი, მაგრამ ხილს რეცხავს. არ წამოვიდა. მართალი ხარ. წარმოიდგინეთ, დედა ჩვენი იმ მკვლელის ნაცვლად დეიდა ისე რომ ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ დღეს ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ვინ იცის, იგნებ დეიდა ისეს ისეთივე უღირსი შვილები ყავს, როგორიც დედა ჩვენი იყო. ნეტა ოჯახის არჩევა შეგვეძლოს. დედა, რომ იცოდე ეს მამ და ჩეთინმა შენზე რა თქოს, სიხარულისგან ატირდები. ნეტავ დედა ჩვენი დეიდა ისე ყოფილიყო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდაო. მათ ძალიან უყვარხარ. მართალს ამბობს ეჰერ. მადლობა ღმერთს. Ben geldim Turgut. მოვიდი ბიძია თორგოთ. ერჯუმენტ, რამდენჯერ გითხარი ჩემს კაბინეტში ნებართვის გარეშე არ შემოხვიდე მეთქი. კარზე დაკაკუნება რითვერ ისწავლე. მართალი ხარ ბიძია თორგოთ. ჩქარობდი და დამოვიწყდა რომ შემოსვლამდე ნებართვა უნდა ამეღო. ვირდებით ასეთი რამ აღარ განმეორდება. კარგი, მანქანა მოამზადე. მალე უნდა გავიდე. მიდი. ახლავე ბიძია თორგოთ. არ შეწუხდა შვილო, მე შევიტან. რას ამბობ დეიდა ისე რა პრობლემაა? კარამდე მივიტან. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. პიკნიკმა როგორ ჩაიარა? გაერთეთ? ძალიან კარგი დრო გავატარეთ. სხვა დროს თქვენც წამოდით. ღვთისნებით შვილო. რას ელოდებით? შემოდით. ჩაი ახლა ხან დავაყენე. ჩვენ გვეჩქარება. ერთი ჭიქა ჩაიდავლიოთ, რა მოხდება? შემოდით, უარი არ მიიღება. ბავშვებო, თქვენ სახლში შედით, მე რაღაც საქმე მაქვს და მალე დავბრუნდები. თინა, სად მიდიხარ? ბავშვები აქ არიან. ახლა კარგი დროა იმისთვის, რომ დაელაპარაკო. დაო, თურგუთი მელოდება, ჩემთან დალაპარაკება უნდა. რა ხდება? შენთან რა საქმე აქვს? არ ვიცი, მაგრამ უნდა წავიდე. შიგნით შედი, ბავშვები მარტო არ დატოვო. დედა გამაგებინე რას გეტყვის, კარგი? კარგი შვილო. დაო. Turgut baba iyi misin? ბიძია თორგოთ, კარგად ხართ? კარგად ვარ. რატომ მეკითხები? Yok ისე, ცოტა განერვიულებული მეჩვენებით. ამიტომ მკითხეთ. ჯერ არ გითქვამთ სად მიდიხართ? სანაპიროზე ჩაიხანასთან დამტოვე. რა ხდება ბიძია თორგოთ? კითხვებს ნუ მისვამ და რაც გითხარი ის გააკეთე. Emredersin. როგორც მიბრძანებთ. სანაპიროზე წაგიყვანთ ბიძია თორგოთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ახლობელმა დამიბარა, მაგრამ ჯერ არ მოსულა. შეგიძლიათ აქ დავბრძანდეთ და დაელოდოთ.
აქ დამელოდე. ამდენი ფული ვის უნდა გადასცეს? ძმაო თურგუთ. ეს ის ქალი არ არის? მართლა. ამდენი ფული ამ ქალს უნდა მისცეს? პრობლემა მაქვს, მაგრამ როცა ჩემს შვილებს ხედავ, ყველაფერი მავიწყდება. ალბათ გაინტერესებს აქ რატომ დაგიბარე, რაზე უნდა დაგელაპარაკო. მაგრამ პირველ რიგში მინდა იცოდე, რომ შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს შინარ. ვიცი ძმაო. ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ჩემი გჯეროდა. თითქოს გრძნობდი, რომ რასიმს არაფერს დავუშავებდი. ესმის, რომ შვილებთან ახლოს ყოფნა გინდა ჩინარ. როგორც მშობელს შემიძლია შენს მდგომარეობაში შევიდე. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება რეალობა ჩვენს სურვილებს არ ემთხოვდეს. სამწუხაროდ ბედი არჩევანის საშუალებას არ გვაძლევს. ვფიქრობ 20 წლის განმავლობაში ამას საკუთარ თავზეც გამოცდიდი. ამიტომ მინდა რომ დაგეხმარო. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ. თავისუფლად ცხოვრება შეგიძლია. წადი და ახალი ცხოვრება დაიწყე. შენი შვილები დაივიწყე, რადგან მათ უკვე დაგივიწყეს. რას ამბობ ძმაო? დამიჯერე ყველასთვის ასე აჯობებს. პირველ რიგში შენთვის. გთხოვ, არა როგორც ასიეს შვილი, არამედ როგორც რასიმის ძმა. თუ შენი შვილები გიყვარს, წადი. წადი ჩინარ, ცოტა ხნით მაინც წადი, თორემ რაც მოხდება იმაზე პასუხს არ ვაგებ. აქ ამიტომ დამიბარე? რომ გეთქვა წადიო? არ წავალ. შვილებს არ მივატოვებ, არცაც წავალ. თუნდაც ცოტა ხნით. არ წავალ. ესე იგი, ამიტომ გინდოდა ჩემთან დალაპარაკება. აქედან წასვლას როგორ მთხოვ, მას შემდეგ რაც გადავიტანე. 20 წელი ყოველდღე ჩემი შვილების მონატრებამ ტანჯავდა. რა ხდება ბიძია თურგუთ? რამე პრობლემაა? ბევრს ნულაპარაკობ, მივდივართ. კარგი. შენ ჩემს დედობას ფასი დაადე, არა? ჩემი ესმა. სეჰერი. ჩეთინი. და კუდრეთი. ფულის გამო მივატოვო და წავიდე? ჩემი შვილები არ იყიდებიან. ძმაო. ძმაო მოიცადე. ძმაო მოიცადე. ძმაო, მოიცადე. ეს ფული წაიღე. ჩემი შვილები არ იყიდებიან. გასაგებია? მთელი ქვეყანა რომ შემეწინააღმდეგოს, მაინც არ დავნებდები. წადი და დედა ასიეს უთხარი, რომ არ მეშინია. უფლის გარდა არავისი მეშინია. ჩემ შვილებს ვერავინ დამაშორებს. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşlarım hiç değmesin. Kurumuş toprak.